ძალიან დიდი მადლობა უნდა გადავუხადო იმ გუნდს რა გუნდთანაც თქვენ მუშაობთ, იმიტომ რომ გუნდის გარეშე ეს შედეგები არ დაიდებოდა. ხალხო უნდა იცოდეთ, რომ კავშირი თანამედროვე ახალგაზრდობასა და აი ამ ადამიანებს შორის ძალიან მნიშვნელოვანია ინფორმაციის დონეზე კი არა, პირდაპირ ეს ინტერნეტით არა, ცოცხალი კავშირი. აი ეს ხალხი ვისაც თქვენ გაგხედავთ, ხო? ძალიან ხშირად მონაწილეობს იმ პროექტებში, რასაც ჩვენ ახალგაზრდობისთვის ვაკეთებთ. ცოცხალ ვეტერანთა და ცოცხალ გმირებთან შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა ყოველბატონო და მთელს აიგებ წარმომადგენლობას, რომლებიც ყოველთვის ინტერესით უდგებით ამ საქმეს და კონტაქტზე ხართ იმ ხალხთან და ეს მართლა მნიშვნელოვანია. ომი არ სრულდება ბრძოლის ველზე. ის გადადის ოჯახებში, ურთიერთობებში, ბავშვობის მოგონებებში და თაობიდან თაობას გადაეცემა. ომის ვეტერანების შვილები ხშირად გაუცნობიერებლად ატარებენ ამ მემკვიდრეობას. ვეტერანების შვილებს კარგად ისმის პასუხისმგებლობის ფასი. ისინი უფრო მგრძნობიარენი არიან ადამიანური ტკივილის მიმართ და ხშირად ცდილობენ საკუთარი გამოცდილება სხვებისთვის სასიკეთოდ გამოიყენონ. ომი არასოდეს მთავრდება ბოლო გასროლით. მისი შედეგები წლების შემდეგაც იგრძნობა, მაგრამ ეს მემკვიდრეობა ყოველთვის ტკივილი არ არის. ის შეიძლება იქცეს გამძლეობის, ძალისა და უკეთესი მომავლის შექმნის სურვილის წყარო. მადლობას გიხდით თქვენ იმისთვის, რომ ეს ძალიან ღირსეული ხალხი ბოლო წლების განმავლობაში დააფასეთ. ვინც ვიცით, რას ნიშნავს ვეტერანი, ვინც ვიცით, რა სიმძიმე გამოიარა საქართველოს იმ რამდენიმე ეტაპზე და ამ ხალხზე გადაიარა, ძალიან მნიშვნელოვანია ის ყოველივე, რასაც აკეთებთ თქვენ. დიდი მადლობა ვეტერანების დაფასებისთვის და იმ პროექტებისთვის, რასაც ახორციელებთ თქვენი სამსახური. და ჩვენს ძალიან დიდი პატივია თითოეულ თქვენთან განსხილვა ცოცხლად. ჩემთვის ყველანი ხართ გმირები, ჩემთვის ყველანი ხართ ინსპირაცია, რომ ჩემი წარმატებული კარიერა შეუქმნა და ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ თქვენ, რომ ჩემს პროფესიულ სიძაში მიგიწვევთ წვლილი, იმიტომ რომ ოღონდ დაფინანსება და ძალიან ბევრი დახმარება თქვენგან, ამიტომ ძალიან დიდი მადლობა და